მთელი მსოფლიოს მედიის ყურადღება სწორედ მოსკოვისკენ არის მიპყრობილი. ამ წუთებშიც ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესკონფერენცია იმართება კრემლში. ეს პრესკონფერენცია დაიგეგმა მას შემდეგ, რაც ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ერთობლივი შეხვედრა დამთავრდა და სწორედ ამ შეხვედრაზე შეიძლება ითქვას გაცხადდა გეგმაც, როგორ შეიძლება წარიმართოს დღევანდელი საღამო და როგორ შეიძლება დასრულდეს მოლაპარაკებები დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან სტივ უიტკოფთან. ეს შეხვედრა სავარაუდოდ რამდენიმე საათში დაიწყება ვლადიმერ პუტინსა და ამერიკელ მაღალჩინოსანს შორის, თუმცა მანამდე პუტინი ამბობს, რომ ის მზად არის შეწყვიტოს ცეცხლი ფრონტზე, თუმცა აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მან მედიას და სრულიად მსოფლიოს გააცნო საკუთარი ვრცელი პირობები და დათქმები, რა შემთხვევაშია ის მზად, რომ ეს ცეცხლი შეწყდეს. პირველ რიგში პუტინი მადლობას უხდის დონალდ ტრამპს, რომ ის ჩართულია აქტიურად ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, საუბრობს 30 დღიანი ზავის შესახებ, მის აუცილებლობაზე, თუმცა მეორეს მხრივ ის ფიქრობს, რომ ეს ზავი ახლა უკრაინის ინტერესებში უფრო მეტად არის შესული, რადგან თუ პუტინს დავუჯერებთ, ახლა უკრაინას ფრონტზე ყველაზე მეტად უჭირს, თავად რუსეთი არის დაწინაურებული და სამშვიდობო მოლაპარაკებები პირველ რიგში უკრაინის ინტერესებშია. რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო დონალდ ტრამპს იმისთვის, რომ ის უთმობს დიდ დროს უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას. ყველა ჩვენგანს თავისი საქმე აქვს, მაგრამ ბევრი სახელმწიფო მეთაური, მათ შორის ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტები უთმობენ არც თუ ისე ცოტა დროს ამ საკითხს. ჩვენ მათი მადლობელი ვართ, იმიტომ რომ ამ მცდელობის მიზეზი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაა. ჩვენ ვართ თანახმა შევწყვიტოთ საბრძოლო მოქმედებები, მაგრამ საბრძოლო მოქმედების შეწყვეტა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ მიგვიყვანოს გრძელვადიანი მშვიდობისკენ და მოახდინოს კრიზისის დაწყების საფუძვლების ანულირება. ახლა რაც შეეხება უკრაინის მზაობას შეწყვიტოს ცეცხლი. უკრაინა ამერიკის მოლაპარაკებები შეიძლება ჩანს როგორც მცდელობა უკრაინა მიიღოს გადაწყვეტილება ამერიკის ზეწოლის ფონზე, რეალურად კი დარწმუნებული ვარ, უკრაინას თავად უნდა ეთხოვა ეს ამერიკელებისთვის ამ სიტუაციის გამო, რომელიც სამყაროშია. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ჩანს, რომ თითქოს ვლადიმერ პუტინი მზად არის დათანხმდეს 30 დღიან სამშვიდობო ზავს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, მან ვრცელი ჩამონათვალი გააკეთა იმ კითხვების, რომელიც ახლა მას აწუხებს და შეიძლება ითქვას, რომ ეს ნარატივი სრულად ჯდება იმ ნარატივში, რომელსაც დღეს მთელი დღის განმავლობაში ვისმენთ მოსკოვიდან, მათ შორის ჯერ კიდევ დილით მოვისმინეთ პუტინის საგარეო მიმართულების მრჩევლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თუ 30 დღიანი ზავი დაიდება, ეს დრო წაადგება უკრაინას იმისთვის, რომ გამოცხადეს ხელახალი მობილიზება ერთგვარად და გადაიტვირთოს, ასე რომ ვთქვათ, სამხედრო ძალა იმისთვის, რომ ახალი იერში დაიწყოს რუსეთის წინააღმდეგ. შეიძლება ვთქვათ, რომ საღამოსაც პუტინმა ლუკაშენკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე სწორედ ეს სიტყვები გაიმეორა. სავარაუდოა, რომ სტივ უიტკოფსაც სწორედ ამას ეთყვის ვლადიმერ პუტინი. გაგიკვირდებათ, მაგრამ ვლადიმერ პუტინი ახლა ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს, ის ითხოვს შემდეგ კითხვებზე პასუხს, ვინ გააკონტროლებს, რომ მაგალითად ერთგვარად ბუფერულ ზონაში არ დაირღვევა ცეცხლის შესახებ შეთანხმება, რომ ვიღაც არ გახსნის ამ ცეცხლს. სხვადასხვა დღეს ვლადიმერ პუტინმა ამავე პრესკონფერენციაზე ისაუბრა კურსკის ოლქში არსებულ ვითარებაზე. ერთი საკითხია მისი ვიზიტი ამ ოლქში, რომელიც უკვე გახდა მედიის განხილვის საგანი, რადგან მედიის გარკვეულ ნაწილს აღჯერა, რომ ვლადიმერ პუტინი ნამდვილად იმყოფებოდა კურსკის ოლქში რიგი მიზეზების გამო და სავარაუდო დამონტაჟებული კადრების გამოც, თუმცა მეორეს მხრივ ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ახლა საცეცხლე მიმართულებით რუსეთი არის სრულად დაწინაურებული, უკრაინელები ყავთ ბლოკადაში მოქცეული და ამ ბლოკადიდან გაღწევის ორი შესაძლებლობა არსებობს. ერთი არის ტყვეთ ჩაბარება, მეორე არის სიკვდილი. სწორედ ტყვეობასა და სიკვდილს შორის აკეთებს ვლადიმერ პუტინი არჩევანს და აქვს ვრცელი კითხვების ჩამონათვალი, რომელსაც დღეს გააცნობს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, თუმცა ვიდრე ეს შეხვედრა დაიწყება მოსკოვში, შეიძლება ითქვას, რომ წინასწარი პოზიცია ვლადიმერ პუტინის უკვე არის ცნობილი, სავარაუდოდ ის მზად არის დათანხმდეს შეთანხმებას, მაგრამ თუ მას არ ექნება ეს გარანტიები, სავარაუდოდ ეს შეთანხმება არც მიიღწევა. ბევრმა ნახა, რომ გუშინ ვიყავი კურსკში. რა ხდება იქ? იქ სიტუაცია სრულად ჩვენს კონტროლქვეშ არის. დაჯგუფება, რომელიც შემოიჭრა, არის იზოლაციაში. ეს არის სრული იზოლაცია. საცეცხლე კონტროლი გვაქვს ჩვენ. უკრაინას ამ დანაყოფის მართვის რესურსი არ აქვს. ორი კვირის წინ უკრაინელები ცდილობდნენ ჯგუფურად გასულიყვნენ იქიდან, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია და ორ-ორი კაცი გარბის, რადგან ყველაფერს ჩვენ ვაკონტროლებთ. ტექნიკა დატოვებულია, გამოყვანა შეუძლებელია. ის იქ დარჩება, გარანტიას გაძლევდა, თუ ფიზიკური ბლოკირება მოხდება, იქიდან ვერ
ვინ გამოვა. იქნება ორი გზა, ან ჩაბარება, ან სიკვდილი. და ამ სიტუაციაში უკრაინას რა თქმა უნდა აწყობს დაზავება. თუნდაც 30 დღით და ჩვენ ვართ თანახმა. რას ვიზამთ ჩვენ კურსკში? თუ ჩვენ ვწყვეტ საომარ მოქმედებას, რას ნიშნავს? ვინც იქ არის ბრძოლის გარეშე გამოვა, ჩვენ ისინი უნდა გამოუშვათ, მათ ხომ ჩაიდინეს დანაშაული მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. ან უკრაინის ხელისუფლება მისცემს უფლებას დაყარონ იარაღი. გაურკვეველია ეს როგორ მოგვარდება. ასევე დანარჩენი საკითხები შეხების სხვა წერტილებში. ეს დაახლოებით 2000 კილომეტრია და იქ თქვენ იცით, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ყველა წერტილს უტევენ. ჩვენ გვეძლევა შანსი ბლოკადაში მოვაქციოთ დიდი დანაყოფი. ეს 30 დღე როგორ იქნება გამოყენებული? უკრაინაში გაგრძელდება იძულებითი მობილიზაცია, რომ იქ მიიღონ იარაღი, რომ ახალმა დანაყოფებმა იერიში მიიტანონ ჩვენზე, ან არაფერი იქნება. ვინ მოგცემს გარანტიას, რომ არაფერი მოხდება? ვინ გააკონტროლებს? ვისაც ჯანსაღი აზრი აქვს, იმედი ამ რისკებს აფასებს. ვინ გასცემს ბრძანებას სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის? ვინ განსაზღვრავს, სად და როგორ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება? აქ ხომ საუბარია 2000 კილომეტრიან ტერიტორიაზე. ვის გადააბრალებს შემდეგ, ეს არის საკითხი, რომელსაც სჭირდება სიღრმისეული ანალიზი. იდეა სწორია, ჩვენ მას მხარს ვუჭერთ, მაგრამ არის საკითხები, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას. შეიძლება ვთქვათ, რომ პუტინის გეგმა ახლა არის სრულად ცნობილი და გაცხადებული, რადგან ჯერ კიდევ დილით წერდა მედია იმ პუნქტების ჩამონათვალის შესახებ, რომელსაც დააყენებს პუტინი ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შეხვედრის პერიოდში დღის წესრიგში და ამ რამდენიმე პუნქტიან ჩამონათვალში რამდენიმე პუნქტი მართლაც ასე მოხდა და გამართლდა და ეს დადასტურდა სწორედ ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენციიდან, თუმცა აქ არის კიდევ რამდენიმე საკითხი, რომელსაც სავარაუდოდ ოფიციალური მოსკოვი მოითხოვს, მათ შორის ვლადიმერ პუტინი მოითხოვს უკრაინის ყირიმისა და კიდევ 4 რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის კუთვნილებად აღიარებას. ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც სამშვიდობო შეთანხმების პროცესში პუტინი წამოაყენებს. გარდა ამისა, პუტინი ახლა შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ პრესკონფერენციაზეც კარგად გამოჩნდა, რამდენად საშიშად გამოიყურება მათთვის დასავლეთის სანქციები. პუტინს და ლუკაშენკოც დღეს საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ამ სანქციებმა კიდევ უფრო დაახლოვა ორი ქვეყნის ურთიერთობები, თუმცა მეორეს მხრივ ამავე მოთხოვნათა ჩამონათვალში პუტინი სავარაუდოდ დააყენებს მოთხოვნას სანქციების ანულირების შესახებ. მას აქვს მოლოდინი, რომ თუ მაგალითად 30 დღიანი, თუნდაც 30 დღიანი შეთანხმება დაიდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ევროპული სახელმწიფოები და მათ შორის ამერიკა გადახედავენ რუსეთთან მიმართებით სასანქციო პოლიტიკას, თუმცა სავარაუდოა, რომ ეს არ მოხდება, რადგან ცოტა ხნის წინ ევროკავშირის წარმომადგენლებმა გააკეთეს ეს განცხადება. ისინი ამბობენ, რომ თუ სამშვიდობო მოლაპარაკებები არ წარიმართება იმ ფორმით, როგორცაც ელოდება დასავლეთი, ევროკავშირი კიდევ უფრო მეტად გაამკაცრებს სასანქციო პოლიტიკას და ახლა ვციტირებ ასევე ამერიკის ხაზინის მდივნის სკოტ ბესენტის სიტყვებს, ტრამპის ადმინისტრაცია ყოველგვარი ყოყმანის გარშე დააწესებს ყველაზე მკაცრ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუ ეს აუცილებელი იქნება უკრაინაში შეთანხმების მისაღწევად და ცეცხლის შეწყვეტის გამო. მოკლედ ასეთი არის ახლა ვითარება ეს პრესკონფერენცია, რომელიც პუტინსა და ლუკაშენკოს შორის მიმდინარეობს მედიის თანდასწრებით, ახლაც გრძელდება. სწორედ ამ პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ უნდა დაიწყოს პუტინსა და ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელს შორის შეხვედრა და სავარაუდოდ უკვე რამდენიმე საათში გვეცოდინება ეს რაუნდი როგორ დამთავრდება და რამდენად მზად არის რუსეთი და პუტინიც იმისთვის, რომ ცეცხლი 30 დღის განმავლობაში შეწყვიტოს. სხვადასხვა ამ პასუხს ახლა ელოდება ვოლოდიმირ ზელენსკიც. მადლობა გუგა, პირველების პირდაპირ ეთერში გუგა არჩვაძე საუბრობდა.